მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციის თემა ყირიმში განვითარებული მოვლენები იყო, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვები ძირითადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა. ქეთი ხიდიშელი და ესწრო პრეზიდენტის გამოსვლას და დეტალებს თავად მოგვიყვება ქეთი გისმენთ. დიახ, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მტკივნეული და არასასიამოვნო იყო. ასე უპასუხა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკულ განცხადებებს. გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კვლავ მაღალი დონის შეფასებას აძლევს. დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გიორგი მარგველაშვილმა თითქმის ერთი და იგივე პასუხი გასცა. ის ამბობს, რომ მისი ურთიერთობის დეტალების გასაჯაროებას ბიძინა ივანიშვილთან არ აპირებს. პრობლემა, როგორც მეზობელ ქვეყნებს შორის, ასის მიუღებლად მიიჩნევენ. მისი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ის რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის. ამასთან ერთად ბიძინა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ იყო გარკვეული თემები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, ვერ მოხდა ბოლომდე შეთანხმება რაღაც საკითხებზე. იყო ინტენსიური მსჯელობები ამ საკითხების ირგვლივ. თუმცა მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ის რასაც საუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ. ერთი მიზეზით, რომ ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები ჩემსა და მედიის მეშვეობით ბიძინასთან. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვანო მაჭავარიანთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა მან განმარტა მიზეზები თუ რატომ გადავიდა ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში სამუშაოდ. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორ ოთახში მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო, სწორედ ამიტომ მოხდა გეგმების შეცვლა და ის გადავიდა ავლაბრის რეზიდენციაში. მე შეგახსენებთ, რომ ეს პრესკონფერენციაც, დღევანდელი პრესკონფერენცია სწორედ ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. შორის რეფერენდუმთან მიმართებაში პირობებში, რომელშიც დავიწყეთ მუშაობა და იმ გეგმებში, რომელიც ამ მიმართულებით იყო დალაგებული, გარკვეული კორექტივები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი, ეს პროექტი რამდენადაც ხვედა, ჯერ ვერ დაიძრა. ჩემი სურვილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა ურთიერთობა მუშაობა, შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ან ჩემი დისკუსია ბიძინასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რომლის განხილვასაც არ ვაპირებ. მუშაობ აქა, ყოველ შემთხვევაში ეხლა ეს ყველაზე ინტენსიური მუშა რეჟიმია, როდესაც ვეურთიერთები 30 ჟურნალისტს. პრეზიდენტის საპასუხო განცხადებებს დღეს უკვე შეფასებები მოჰყვა საქართველოს პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ერთ გუნდში ორი განსხვავებული აზრი არსებობს, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას. ნაციონალური მოძრაობა გიორგი მარგველაშვილის პოზიციას განბედაობად აფასებს და ისინი მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს. ალბათონი მანანა კობახა მინისტრების მიმართ და აქვს მხოლოდ უჩვეულო განბედაობა იყო, რომ მან ბრიფინგი გამართა იმ სასახლეში, სადაც გადასვლის გამო ორი დღე ალანძღავენ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობა. სწორი აქცენტი იყო, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილი დორღობის ჭორიკანა. ბიძინა ივანიშვილს აღარ მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი, იქიდან გამომდინარე, რომ მას აღმოჩნდა განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიცია, ბიძინა ივანიშვილის ესეთი განსხვავებული პოზიცია არის მიუღებელი, აუტანელი. იყო პრეტენზიები, იყო პასუხი, ნორმალური ვითარებაა. მე მგონი შევეჩვიოთ უნდა, რომ 21 საუკუნის ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ, საქართველოში, სადაც არც აზრის გამოთქმას არ აქვს რაიმე პრობლემა და არც განსხვავებული აზრის გამოთქმას არ აქვს რაიმე პრობლემა. მას არ აქვს სურვილი, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულ განხილვაში შევიდეს და ის იტოვებს უფლებას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი მოსაზრებები დარჩეს მათ შორის. სანამ საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხობდა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა სპეციალური განცხადება ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა მომხდარის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობას პრინციპული რეაგირებისკენ მოუწოდა. მადლობა ქეთი ხიდიშელი საუბრობდა.